გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში ტრადიციული საშობაო საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის დეკანმა ზურაბ წკრიალაშვილმა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქ შეკრებილებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. ზურაბ წკრიალაშვილმა სტუდენტებს პირველი სემესტრის დასრულებაც მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის შობა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები გააცოცხლეს. კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები. სტუდენტებმა საგალობლები და სხვადასხვა კუთხის ალილო შეასრულეს. შეგახსენებთ, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში საშობაო საახალწლო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველწლიურად ტრადიციულად აღნიშნავს პირველი სემესტრის სასწავლო წლის დამთავრებას და შობა ახალი წლის შემოგბრძანებას. ასე რომ მარტლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და ჩვენმა სტუდენტებმა მოამზადეს შესანიშნავი პროგრამა, რომელიც ეძღვნებოდა შობა ახალი წლის შემოგბრძანებას, ასე ვთქვათ. შეასრულეს, მოამზადეს სიმღერები და საგალობლები საშობაო საახალწლოდ. სხვადასხვა კუთხის საშობაო ალილოები შევასრულეთ. მე პირადად შევასრულე იმერული ალილო. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, შობას.